გამარჯობათ მეგობრებო. სქემა თბილი, რბილი და ფუმფულა. ნაპირის თვლები და ვიწყებთ ქსოვას. 1 2 3 1 ესაც 2 ესაც 3 ფაქტიურად ამ ხრიდან ჩვენ მთლიანად პირველ რიგს ვგსოვთ სულ წაღმა. სქემის პირველი რიგი მოგხსოვეთ სულ წაღმა. ახლა ნახეთ. პირველი თვალი. უკუღმა მეორე თვალი. მესამე თვალი. შემდეგი 1 2 3 წაღმა თვალი. შემდეგ უკუღმა, შემდეგ 1 2 3 წაღმა თვალი. შემდეგ წაღმა ვგსოვთ, მაგრამ ქვედა რიგიდან 2 თვალი ერთად გამოგვყავს, ზედა ქვედა. შემდეგი უკუღმა, შემდეგი ისევ ზედა ქვედა რიგიდან ერთად გამოგვყავს. შემდეგ 1 2 3. ყოველი 3 წაღმა თვალის შემდეგ იქსოვება უკუღმა წაღმა უკუღმა, მაგრამ წაღმა უკუღმა წაღმა უკაცრავად, მაგრამ წაღმა თვლები ამოყვავს აი 2 ქვედა რიგიდან. 2 რიგი ერთად ქვედა რიგიდან. უკუღმა ისევ ქვედა რიგიდან. შემდეგ 3 წაღმა. შემდეგ ქვედა რიგიდან უკუღმა ისევ ქვედა რიგიდან. ოღონდ ორივე გამოგვყავს. 3 წაღმა. შემდეგ ქვედა რიგიდან უკუღმა ქვედა რიგიდან. 1 2 3 წაღმა. ეს ნაპირის თვალია. მესამე რიგი.
სადაც ვგსოვდით სამ წაღმას ამ მხრიდან, აქედან არის უკუღმა და აქედანაც წაღმა ვგსოვთ. 1, 2, 3. ქვედა რიგიდან ამოყვავდა ეს უკუღმა რო ვგსოვდით წაღმა და ისევ ქვედა რიგიდან. ეს სამი თვალიც წაღმა იგსოვება. სამი თვალი წაღმა რო ვგსოვდით, აქედანაც წაღმა იგსოვება. ქვედა რიგიდან რო გამოყვავდა უკუღმას რო ვგსოვდით აქ ქვედა რიგიდან, ეს სამი თვალიც აქედან წაღმა იგსოვება. გამოდის, რომ აქედან ყველა თვალი წაღმა იგსოვება. მესამე რიგი და აქედან როგორც პირველი, მესამე რიგიც მთლიანად წაღმა იგსოვება. შემოვტრიალდით, აქედან ვგსოვთ სქემას. აქ გვაქვს ახლა ქვედა რიგიდან გამოყვავს ეს ორივე თვალი ერთად იგსოვება. ორი თვალი რა, ქვედა რიგიდან თვალი და ეს უკუღმა იგსოვება. ქვედა რიგიდან გამოყვავს თვალი და ვგსოვთ. სამი წაღმა, აქედანაც წაღმა იგსოვება, აქედანაც წაღმა იგსოვება. სულ წაღმა იგსოვება. ეს ის თვალია, რომელიც ქვედა რიგიდან ვგსოვთ. ეს არის ის თვალი, რომელსაც აქედან წაღმა ვგსოვთ და ესაც ქვედა რიგიდან რომ იგსოვება, ხო? აი ასე და აი ასე. ეს სამი თვალი ნაპირი იქით-აქეთ თვლები იგსოვება ამ მხრიდან, სქემის მხრიდან, ქვედა რიგიდან გამოყვავს, ეს ჩვეულებრივ უკუღმა იგსოვება. სამი უკუღმა თვალი, აქედანაც წაღმა იგსოვება, იქიდანაც წაღმა. შემდეგი. ეს უკუღმა აუცილებლად, ეს ისევ ქვემოდან გამოყვავს. 1, 2, 3 წაღმა თვალი. ქვევიდან უკუღმა, ქვედა თვალიდან 3 წაღმა. ქვედა რიგის თვალიდან უკუღმა, ქვედა რიგის თვალიდან 3 წაღმა. ქვედა რიგის თვალიდან უკუღმა, ქვედა რიგის თვალიდან 3 წაღმა. ნაპირის თვალი. აქედან, როგორც ვიცით, ყველა თვალი წაღმა იგსოვება.
ესე იგი მოვგსოვეთ წაღმა, შემოვტრიალდით და აქედან სქემა. აქედან გვგსოვთ პირველი თვალი ქვედა თვალიდან გამოგვყავს. ეს უკუღმაა. ეს ისევ ქვემოდან გამოგვყავს. სამი წაღმა თვალი. ეს ქვემოდან ქვედა რიგის თვალიდან გამოგვყავს. უკუღმა თვალი ქვედა რიგიდან გამოგვყავს. უკვე ჩანს სქემა სად რას გვგსოვთ. ეს სამი თვალია, რომელიც აქეთაც წაღმა იქსოვება, აქეთაც წაღმა იქსოვება. ერთი, ორი, სამი წაღმა. ქვევიდან ორივე რიგის თვალი ერთად გვგსოვთ გამოგვყვა. უკუღმა, ესაც ქვევიდან. სამი წაღმა თვალი. ქვედა რიგიდან თვალი. ეს უკუღმა, ესაც ქვედა რიგიდან. ერთი, ორი, სამი წაღმა თვალი. და სამი წაღმა თვალი. აქედან გვგსოვთ მთლიანად რიგს წაღმა. ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი რიგი უნდა მოვგსოვთ. აქედან გვგსოვთ სქემას. ქვედა რიგიდან გამომყავს ეს თვალი, აი ეს თვალიც და ქვედა თვალიც ერთად. შემდეგი უკუღმა, შემდეგ ისევ ქვედა თვალში გამომყავს თვალი. ამათ შორის იგვსოვება ერთი უკუღმა აქედან. სამი წაღმა თვალი. ქვემოდან აი ასე გამომყავს თვალი, შემდეგ უკუღმა, შემდეგ ისევ ქვედა რიგის თვალში. სამი წაღმა თვალი. ქვევიდან უკუღმა, ქვედა რიგის თვალიდან. ძალიან ადვილი სქემაა. ორი, სამი.
ქვედა რიგის თვალიდან უკუღმა ქვედა რიგის თვალიდან. 3 წაღმა იქსოვება და 3 2 ქვედა რიგიდან იქსოვება 2 თვალი და შუაში 1 უკუღმა. შემდეგ ქვედა რიგიდან გამოყვავს წაღმა თვალი, უკუღმა, ქვედა რიგიდან გამოყვავს წაღმა თვალი. ფაქტიურად აქ გამოდის, რომ 2 რიგის თვალი ერთად იქსოვება, მიხვდით, ხო? 3 წაღმა თვალი. შემდეგი ქვედა რიგის თვალში გამოყვავს, უკუღმა ვგზავთ, ქვედა რიგის თვალში გამოყვავს. 1 2 3 წაღმა თვალი. ახლა რა მინდა გითხრათ? რატომ ვგზავთ ქვედა რიგის თვლებში? აი აქ, ნახეთ, რომ გამოვიდეს აი ეს, კიბე წაღმა ნაგზოვი. ეს სულ წაღმა არის. აქედან ხო ვგზავთ უკუღმა იმ ორ თვალს შორის, ქვედა რიგიდან რომ ამოყვავს. აქედანაც წაღმა ვგზავთ, მაგრამ აი როგორი ნაგზოვი გამოდის, რადგან იქით აქეთ თვლები 2 რიგიდან 1 იქსოვება. ეს იკეცება. გამოდის ასეთი. ეს სულ წაღმა რო იქსოვება, ასეთი გამოდის, ხო? ახლა აქეთ შემოვტრიალდეთ, ნახე. ეს ის თვლებია 2 რიგიდან 1 რომ ამოყვავს. ასეთი ნაგზოვი დაჭდება აქ. ეს წაღმა, სულ წაღმა რო ვგზავთ ორივე მხარეს, ეს იქით წავიდა, რადგან სულ უკუღმა იქსოვება, ჩვეულებრივ უკუღმა, ეს ქვევით გაჩავს, ის გარეთ მიდის და ასეთი გამოდის. ახლა შეხედე რა მინდა გითხრა. თუ შენ გინდა, რომ ეს არის ის სქემა, რაც გინდოდათ, მაგრამ რა მინდა გითხრა. ხო შეგიძლია შეცვალო იდეად. თუ გინდა ასეთი ახლა მოგსოვ ასეთს და როგორ, ნახე, აქ რა ხდება? 1 2 3 4 5 1 2 3 4 1 წაღმა და 1 სქემა კიდე უნდა გადაგგზოვო და გადმოგგზოვო და შემდეგ 2 რიგი მხოლოდ წაღმა უნდა მოგგზოვო. მხოლოდ წაღმა აქეთ მხარეს რო იყოს. წაღმა მოგგზოვ, გაივლი, შემობრუნდები, უკუღმა მოგგზოვ, რომ აქ წაღმა იყოს და აი ასეთი ჩაკეცვები გამოგივიდეს. რაც სქემა იყო და რაც გაინტერესებდა, მაგრამ თუ შენ არ დატოვებ ამ 2 რიგს წაღმას აქეთ და სულ ასე გსოვ ამ სქემას, როგორც ახლა მე ვგზოვ და მეხუთე რიგსაც რო დავამატებ, მე უნდა გავჩერდე, მოვგზოვ ეს, ხო? არ მოვგზოვ დაუშვათ საერთოდ ამას და თლიანად ასე გავაგრძელებ, ეს აღარ ჩავარდება, აქ ის 2 წაღმა აღარ მოგგზოვო დაუშვათ და გამოგივა ძალიან ლამაზი შარფი. ახლა ეს რო ჩავარდა შარფისთვის, უფრო სწორად აქეთი მხარე არ მომწონს. მე მაგალითად ეს ვიზუალი ახლა სულ არ მომწონს, აქ ეს უკუღმები რო ეს არის, აი რო ჩავარდა, აქ 2 წაღმა რო გჭირდება, ხო? შეიძლება სხვა რამე მოგგზოვო და აი ასეთი იყოს, გარეთა პირი ეს იყოს. მოგგზოვო, რატომაც არა, მაგრამ დაუშვათ მოგგზოვო შარფი. თუ ამ 2 რიგს გამოტოვებ და მთლიანად სქემას მოგგზოვ, რაც არის, ამ წაღმებსაც გადააბამ და სულ ასე მოგგზოვ, გამოგივა ძალიან ლამაზი შარფი. აქედან ხო ასე გადააბამ, ეს აღარ იქნება ეს გატეხვები აქ, ხო? ტიხრები. აქედანაც აღარ იქნება ეს და იქნება აქედანაც სულ მთლიანი და გამოვა ძალიან ლამაზი შარფი. არ იქნება ცუდი შესახედი, უკუღმა მხარე რო აქ და წაღმა მხარე რო აქ ნაგზოს, იქნება სხვადასხვა სქემა, მაგრამ ძალიან ლამაზი. ორივე. აი აქ ასეთი, აქ კიდე ასეთი. მე მგონი გამიგეთ ახლა რა ვთქვი.
ეს იყო ნამდვილად ის სქემა, რაც გაინტერესებდათ, მაგრამ რომ მოვგსოვე და ვაკვირდები, შარფისთვის კარგი იქნება ამ ორი რიგის გამოტოვებით და სულ სქემა რო გსოვო. და თუ ასეთი გინდა ახლა 1 2 3 4 კიდევ ვიმეორებ, ერთი რიგი წაღმა გაგსოვე და იქიდან სულ უკუღმა გამოგსოვე, სქემა აღარ მოგსოვო და გამოგივა ეს. შემდეგ ისევ თავიდან დაიწყებ, წაღმებს დააყენებ, უკუღმებს მოგსოვ, როგორც არის აი ამ შემთხვევაში, ზუსტად იგივე თვლებს. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.